მოგესალმებით პირდაპირ ეთერშია სამედიცინო გადაცემა იმპულსის სტუდიაში თქვენთვის ირაკლი ფარულავა მუშაობს. დღეს კი გადაცემაში ნახავთ. ფიზიკური სისუსტე, კონცენტრაციის დაქვეითება, ძილის პრობლემები და ფსიქოემოციური დარღვევები. როგორ განვასხვაოთ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი სხვა დაავადებებისგან და როდის არის აუცილებელი მკურნალობა? თანამედროვე ცხოვრების ტემპის და სტრესის გამო სულ უფრო მეტი ადამიანი უჩივის მუდმივ დაღლილობას. თუმცა ზოგჯერ ეს სიმპტომი შეიძლება ქრონიკული დაღლილობის სინდრომის გამოვლენა იყოს. დაავადება, რომლის ზუსტი მიზეზი ბოლომდე დადგენილი არ არის. იგი გავლენას ახდენს როგორც სხეულზე, ისე გონებრივ ფუნქციებზე და ხშირად მნიშვნელოვნად ამცირებს ცხოვრების ხარისხს. პაციენტებს უჭირთ კონცენტრაცია, ვითარდება ძილის დარღვევები, მეხსიერების პრობლემა და ზოგჯერ დეპრესიული ფონიც. დროული დიაგნოსტიკა და სწორად შერჩეული თერაპია მნიშვნელოვნად ამცირებს სიმპტომებს და აძლევს ადამიანს ენერგიის აღდგენის საშუალებას. დღევანდელ გადაცემაში სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ და იმპულსის კითხვებს ფსიქოლოგი ბესეუს პროფესორი ქეთი ბერიძე უპასუხებს. მოგესალმებით ქეთი, მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის და დარწმუნება ძალიან ბევრი ადამიანი ხშირად მოდის იმ კითხვებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ამ დაავადების მანიშნებელია და სულ უფრო ხშირად გვხვდება ეს პრობლემა, როგორც სტატისტიკა გვეუბნება. რას ნიშნავს პირველ რიგში განმარტოთ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და როგორ განისაზღვრება ის სამედიცინო თვალსაზრისით და როგორ ხდება მისი გარკვეულწილად იდენტიფიცირება განსხვავება სხვა მდგომარეობისგან? მოგესალმებით, გმადლობთ მოწვევისთვის. პირველ რიგში ქრონიკული დაღლილობის სინდრომი დღევანდელ რეალობაში ცივილიზაციის დაავადებათაც ესე ვთქვათ არის მიჩნეული. ვინაიდან ძალიან დაჩქარებულ ეპოქაში ვცხოვრობთ, გადაძაბული არის შეიძლება ითქვას ჩვენი ფსიქიკა ზედმეტი ინფორმაციისგან და დატვირთვისგან, რაც შესაბამისად იწვევს ქრონიკულ დაღლილობას. სამედიცინო დაავადებად არის მიჩნეული, რა თქმა უნდა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. მიუხედავად სათაურისა, სადაც ვკითხულობთ ქრონიკული დაღლილობის სინდრომს და სინდრომის სიმპტომების კომპლექსს გულისხმობს, დაავადებად ითვლება. მინდა გითხრათ, რომ უნდა განვასხვაოთ ქრონიკული დაღლილობა ჩვეულებრივი რუტინული დაღლილობისგან, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის. აი ეს განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში მინდა აღვნიშნოთ, აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ როგორც სპეციალისტები ამბობენ, ბოლო რამდენიმე ათეულ წლის განმავლობაში პრაქტიკულად 500-ჯერ არის გაზრდილი ინფორმაციის მიღების და დამუშავების მოცულობა, რომელიც პრაქტიკულად ჩვენს ყოველდღიურობაში სულ უფრო ჩვეულებრივი მოვლენაა. თითქოს ერთ შეხედვით არ იგულისხმება ავტომატიზმის დონეზეა დაყვანილი, მაგრამ ძალიან ბევრი ინფორმაციის მიღება და გადამუშავება უწევს ადამიანს დღის განმავლობაში დაწყებული სარეკლამო შეტყობიდან დამთავრებული საინფორმაციო არხებით და ასე შემდეგ. სანამ აი ამ განსხვავებებზე ვისაუბრებთ, მაინც პირველ რიგში აღვნიშნოთ რამდენად როგორი არის, აი რამდენად გავრცელებული ეს პრობლემა მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში არსებობს და რაიმე კვლევები, რაიმე სტატისტიკა მდგომარეობასთან მიმართებაში, გვაქვს თუ არა ამის შესაბამისი ციფრები. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში მსგავს სტატისტიკა არ არის და ვერ მოგახსენებთ იმ ციფრებს, არც რაოდენობრივი კვლევა არის ჩატარებული ამასთან დაკავშირებით, რაც შეეხება მსოფლიოში არსებულ სიტუაციას, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან გავრცელებულია, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებშია ჩატარებული კვლევა და რა თქმა უნდა, იქ პირველი აღმოჩენა მაინც ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირდება და ერთ-ერთ კონკრეტულად 1984 წელს იქნა ის დაავადება, როგორც დაავადება ცნობილი და ამერიკელმა მკვლევარმა ლოიდმა აღმოაჩინა ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან გავრცელებულია და ძალიან რთულია მისი გამოდიფერენცირება სხვა დაავადებებისგან. ძალიან ხშირად მას შეიძლება ითქვას თავისი სიმპტომებით ამსგავსებენ დეპრესიას. ამიტომ ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აქვს დეპრესია. ვინაიდან ქრონიკული დაღლილობის სინდრომისთვის დამახასიათებელი გამოკვეთილი ერთ-ერთი სიმპტომი გახლავთ ის, რომ ადამიანს აქვს სურვილი, რომ განმარტოვდეს
ნაკლები სენსორული, ასე ვთქვათ, დატვირთვებით სავსე სივრცეში იმყოფებოდეს, ანუ ნაკლები ხმაური იყოს, ნაკლები განათება, ანუ რაც ახასიათებს, ასე ვთქვათ, დეპრესიას. ამიტომ ძალიან ხშირად მას, ასე ვთქვათ, ურევენ დეპრესიის სიმპტომებში, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი თუ არ იქნება დროულად ყურადღება მიქცეული, შეიძლება კომორბიდულიც კი იყოს დეპრესიის, ასე ვთქვათ, დეპრესიულ აშლილობასთან. რაც იმას გულისხმობს, შეიძლება, დიახ, ანუ გქონდეს ქრონიკული დაღლილობა, რომელიც შემდგომ ეტაპზე გადაიზარდოს. ეს არ არის მდგომარეობა, რომელიც ერთმანეთში უნდა და ამის განსხვავებას სწორედ სპეციალისტები ახდენენ, არა თვით დიაგნოსტიკა. მაინც ასაკობრივ ჯგუფს მინდა კითხოთ, რადგან არ არსებობს შუთან სტატისტიკა არსებობს დასავლეთში. შესაბამისად, რადგან დაიწყო ამ პრობლემის შესწავლა, ანუ არსებობს რაღაც ასაკობრივი ჯგუფი, ალბათ მსგავს პრობლემებზე უნდა იყოს საუბარი, იმიტომ რომ მაინც გლობალიზაციის პროცესია, გამღიზიანებლები, ინფორმაციის წყაროები, რაღაც მეტნაკლებად მაინც ჩვენს რეალობაში და დასავლურ რეალობაში პრაქტიკულად იგივე შეიძლება იყოს. ეს არ იცვლება. ანუ არსებობს რაღაც ამ მხრივ სტატისტიკა თუ ციფრები, ანუ ასაკობრივი ჯგუფები არ განისაზღვრება ნებისმიერ ასაკზე შეიძლება გავრცელდეს პრობლემა. გაახალგაზრდავდა, ასე კი პასუხებდით მოკლედ, ვინაიდან მოზარდების დღის რუტინას თუ გადავხედავ, ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს მთელი დღის განმავლობაში. ანუ მთელი ყოველი საათი და წუთი დატვირთული აქვს. შესაბამისად, თქოს გაახალგაზრდავდა ეს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის, ასე ვთქვათ, გამოვლინება და უფრო მეცაც გეტყვით, ხშირად მშობლები უჩივიან აპათიას, რომელიც ასე ვთქვათ, ახასიათებთ მოზარდებს. მაგალითად, ნაკლები ემოციების გამოვლენა, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმით, რომ ნაკლები სოციალური კონტაქტები აქვს და უფრო მეტი კონტაქტი აქვს ტელეფონთან, გაჯეტებთან და შესაბამისად, ანუ ტექნიკასთან უფრო მეტი ურთიერთობა აქვს. ტექნიკასთან ურთიერთობას აქვს ასევე ბევრი ისეთი, ასე ვთქვათ, ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ისეთი ფორმით, როგორიც არის მაგალითად ჭარბის სინათლე, რომელიც მოდის ეკრანიდან და თავისთავად იწვევს ნერვული სისტემის გადაძაბვას, თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ატარებს დროს და თავისთავად ძილის დარღვევებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ არ შეიძლება რაღაცა ცალსახად განსაზღვრება გავაკეთოთ. თუმცა კვლევები ადასტურებს იმას, რომ ასაკობრივ განსხვავებებთან დაკავშირებით შეიცვალა ვითარება, თუ ადრე მაგალითად შუახნის ასაკში უფრო ვლინდებოდა ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ეხლა გაახალგაზრდავდა და უფრო ხშირად ხვდებით, ასევე ხვდებით უფრო სწორი შეფასება იქნებოდა მოზარდებში. სქესთა შორის განსხვავებულობა უფრო ვლინდება, შეინიშნება. მაგალითად ის, რომ ქალებში უფრო მეტად ვლინდება, ვიდრე მამაკაცებში. თუმცა მეცნიერებს აქვს გარკვეული ახსნები ამასთან დაკავშირებით და მეც გარკვეულწილად ვეთანხმები. მაგალითად, ქრონიკული დაღლილობის სინდრომისთვის დამახასიათებელია ისეთი სიმპტომი, როგორიც არის შრომისუნარიანობის დაქვეითება, კონტაქტების სურვილის დაქვეითება, მაგალითად მე ადამიანებთან ვისთანაც ურთიერთობდა ადრე. დიახ. და შესაბამისად, ანუ სისუსტეთ შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ადამიანს მაგალითად არ შეუძლია ის აქტივობები შეასრულოს, რასაც მანამდე ჩვეულებრივად ასრულებდა. მამაკაცისთვის სისუსტის გამოვლინება ძალიან მტკივნეულია, ამიტომ ის დიდი ხნის განმავლობაში ებრძვის, ასე ვთქვათ, ამ სიმპტომს და შეიძლება მიზეზი იყოს ისიც, რომ მამაკაცები უფრო მტკივნეულად აღიქვამენ ამ გამოვლინებას, ამ სიმპტომს და შესაბამისად უფრო ებრძვიან, ნაკლებად მიმართავენ მაგალითად ექიმს, ნაკლებად საუბრობენ ამ საკითხზე. შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყოს და ამიტომ ძალიან კი ბატონო, შედიან იმ მდგომარეობაში ახასიათებს დაავადებას და ბუნებრივია. მეორე გარემოებაც, თუ შეიძლება ირაკლი ვიტყვი. მეორე გარემოება ის გახლავთ, რომ ქალბატონები გარდა იმისა, რომ სამსახურით დატვირთულები არიან, მაგალითად მუშაობს ქალბატონი, სახლში როდესაც ბრუნდება საოჯახო საქმეებითაც დატვირთულია, ამიტომ სახლში ფაქტიურად დასვენებას ვერ ახერხებს. ამიტომ დასვენების და სამუშაო, ესე ვთქვათ, საათები თითქმის, ასე ვთქვათ, გათანაბრებულია. შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყოს, რომ სქესთა შორის განსხვავებულობაზე, ხო, მაინც ვერ ვახერხებ. და მაინც გარკვეულწილად ის დაჩქარებული ცხოვრების ტემპი, რომელიც მოითხოვს მუდმივ კონცენტრაციას, მუდმივი
შეტყობინებები, რომელიც სხვა გაჯეტებზე შემოდის, რომელიც გარკვეულწილად დადასტურებულია და ამეთახვების იმ კორტიზოლის წყარო ხშირ შემთხვევაში, რომელიც რაც მუდმივი მოლოდინის რეჟიმშია და ეს ჩვენთვის ევოლუციურად რაღაც ჩამოუყალიბებელი და შეუჩვეველი გზნობა. აი ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში წვევს იმას, რომ პრაქტიკულად დაკარგული გვაქვს ცხოვრების და დასვენების ბალანსი და ალბათ როგორც მამაკაცებს ეხება ეს ისევ ქალებს ეხება ბუნებრივია, მაგრამ მოდი ვისაუბროთ თავარზე. რაღაც კომპლექსურია, მულტიფაქტორულია, მაგრამ მაინც არსებობს დადგენილი გარკვეულწილად მდგომარეობა, რომელიც შეიძლება იყოს გარანტირებულად დაღლილობის სინდრომის მიზეზი. ანუ რა იწევს დაავადებას? არის თუ არა ეს მიზეზი საბოლოო ჯამში იდენტიფიცირებული, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ გარკვეულწილად ეს ფაქტორები ახმოვხრათ. მინდა გითხრათ, რომ ფსიქიატრიულ დაავადებად არ ითვლება, რა თქმა უნდა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, სამედიცინო დაავადებად ითვლება და სხვადასხვა მიზეზი არის გამომწვევი. ამბობენ, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი არის ინფექციური დაავადება, ერთ-ერთი მოსაზრებით. ანუ ეტიოლოგიაში ნეიროენდოკრინული დაავადება. ანუ შემჩნეულ იქნა, რომ როდესაც კოვიდის ვირუსი იყო გავრცელებული, ანუ კოვიდის შემდეგ ადამიანებს ჰქონდათ აი ეს მუდმივი დაღლილობის, სისუსტის, კუნთების ტკივილის შეგრძნებები, ყნოსვის დაკარგვის, ანუ სენსორული შეგრძნებების შესუსტება, განსაკუთრებით ეს ყნოსვაში გამოიხატებოდა და ადამიანებს უჭირდათ ანუ იმასთან გამკლავება, რომ ყნოსვის გარეშე რჩებოდნენ და ანუ ეს მათთვის იყო ძალიან მტკივნეული და გრძნობიარენი იყვნენ ამ სიმპტომის მიმართ. ასევე მინდა გითხრათ, რომ გრძნობიარე და სენზიტიურები არიან ხმაურის მიმართ ადამიანებს უჭირთ ანუ ამ ხმაურის გადატანა. რეალურად ინფექციის უფრო გაიზარდა შემთხვევები და ამასაც უკავშირებენ. მარტო კოვიდს ვერა. ითვლება, რომ ვირუსი შემდგომ ვლინდება ხშირ შემთხვევაში ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და ამიტომაც თვლიან, რომ ინფექციურია, თუმცა ვერ გამორიცხავენ ნეიროენდოკრინულ პრობლემებს. ამიტომ ძალიან ესეთი კომპლექსური სახისაა ეს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ძალიან რთულია მისი გამოვლინება. ვინაიდან პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს ენდოკრინული პრობლემები, ინფექციური, რომელიც წინ უსწრებდა თავისთავად აი ამ ქრონიკული დაღლილობის სინდრომს. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი 6 თვის განმავლობაში უნდა ვლინდებოდეს. თუ 6 თვის განმავლობაში ადამიანს აქვს ეს დაღლილობის შეგრძნება, რომელსაც ვერანაირად ვერ ერევა ძილის ხანგრძლივობის, ასე ვთქვათ, გაზრდა, დასვენების საათების გაზრდა, მაშინ რა თქმა უნდა ვიფიქროთ, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომთან გვაქვს საქმე. თუ გამოვრიცხეთ, მაგალითად, ჩავიტარეთ გამოკვლევა ლაბორატორიული და დადგინდა, რომ არ გვაქვს D ვიტამინის ასეთ გავრცელებული, ხო, ნაკლებობა B1, B12 ვიტამინის და სამედიცინო. თუ ლაბორატორიული კვლევებით არ დასტურდება გამოკვეთილად რაიმე მაგალითად მიკროელემენტების ან ვიტამინების ნაკლებობა, თუ ენდოკრინული პრობლემები არ დასტურდება, იმიტომ რომ ენდოკრინულ დაავადებებს ახასიათებს დაღლილობის ერთ-ერთი სიმპტომია დაღლილობის, ასე ვთქვათ, სიმპტომია დაღლილობა. და თუ ეს გამორიცხულია, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ფიქრობთ უკვე დაბეჯითებით, რომ ეს შესაძლებელია იყოს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. აი, დეპრესია ახსენეთ. შესაბამისად, ალბათ ჩდება ლოგიკური კითხვა, სტრესი შეიძლება იყოს თუ არა გარკვეულწილად, ну, ვირუსული ფაქტორი აღნიშნეთ, გადაძაბული ცხოვრების რეჟიმი ახსენეთ, ანუ სტრესი, რომელიც რაღაც სრულად სულ სხვა მიზეზს შეიძლება უკავშირდეს, არის თუ არა ამ შემთხვევაში გარკვეულწილად მაპროვოცირებელი დაღლილობის სინდრომის. იცით რა, ტრიგერი შეიძლება იყოს სხვადასხვა. მაგალითად ფიზიოლოგიური დაღლილობა და პათოლოგიური დაღლილობა, ხო, ერთმანეთისგან განსხვავდება. ფიზიოლოგიურ დაღლილობაში პირველ რიგში ფიზიკურ დაღლილობას გულისხმობთ, როცა არადოზირებულად ფიზიკურად ტვირთავთ ჩვენს ორგანიზმს. ეს შეიძლება იყოს მაგალითად სამუშაო ფიზიკური აქტივობა, ეს შეიძლება იყოს ვარჯიში, ეს შეიძლება იყოს მაგალითად ემოციური დაღლილობა, რომელიც მოიცავს სწორედ თქვენ რაც ახსენეთ სტრესს. თუ სტრესული სიტუაცია გრძელდება დიდ ხანს, ანუ თუ სტრესი არის არა მაგალითად მომენტალური მწვავე, ამ სტრესი რა თქმა უნდა მწვავეა, მაგრამ არსებობს ფორმები მწვავე და ქრონიკული სტრესი. და უამრავი დეფინიცია გვაქვს, ხო, პოსტტრავმატული სტრესული აშლილობა და ასე შემდეგ. ანუ ყველგან მოვიაზრებთ სიტყვა სტრეს, თუმცა განსხვავებულია ერთმანეთისაგან.
თუ ქრონიკული სტრესია, მაშინ რა თქმა უნდა ადამიანს აქვს მაღალი მოწყვლადობა იმის, რომ ქრონიკული დაღილობის სინდრომი ექნება, იმიტომ რომ ქრონიკული სტრესი ასუსტებს ჩვენს ორგანიზმს, აუძლურებს ჩვენს ორგანიზმს და შესაბამისად, ანუ სენზიტიური ვხვდებით უკვე ძალიან მცირე გამოწვევების მიმართაც. ამიტომ ქრონიკული სტრესი ერთ-ერთი მატრიგერებელი შეიძლება იყოს ფსიქიკური გადაღლა. კი ბატონო, არაჯანსაღი ცხოვრების წესი თუნდაც ძილის ნაკლებობა შეიძლება. ნუ ძილის ნაკლებობა რაღაც გარკვეულწილად ერთ-ერთი კომპონენტი შეიძლება იყოს, როდესაც ძილის ნაკლებობის ძილის რეჟიმის დარეგულირება ხდება და ამ დროს დაღლილობა არ ქრება, ეს გარკვეულწილად უნდა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი იმის, რომ რაღაც სხვასთან გვაქვს საქმე. და თუ შესაბამისი ცვლილებებიც ორგანიზმში და შესაბამისი პარამეტრები და სხვა დაავადებასთან ასოცირებული მიზეზები გამოირიცხა. ანუ არაჯანსაღ წესში ბუნებრივად გულისხმობს რეჟიმი, ალიმენტური ფაქტორი, უმოძრაობა და ასე შემდეგ შეიძლება თუ არ იყოს გარკვეულწილად დაკავშირებული ამ მდგომარეობასთან. ძალიან კარგი კითხვა ირაკლი, გმადლობ. ძილზე როდესაც საუბრობთ, სპეციალისტებისთვის პირველი მანიშნებელი თუ გვაქვს პრობლემასთან საქმე, გახლავთ სწორედ შეკითხვა ძილთან დაკავშირებით. ჩვენ ხშირად გვერევა ერთმანეთში, მაგალითად ძილის ხანგრძლივობა, ძილის ხარისხთან. შეიძლება ადამიანს, ვთქვათ, 8 საათის განმავლობაში ან 10 საათის განმავლობაშიც ეძინოს, მაგრამ თვლიდეს, რომ გამოუძინებელია. ანუ ამ შემთხვევაშიც ადგილი აქვს, კი ბატონო, ამ შემთხვევაშიც ადგილი აქვს ძილის დარღვევას. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ანუ აქ ძილის დარღვევასთან გვაქვს საქმე თუ არა. თუ ადამიანს ძილის გამოღვიძების სიფხიზლის დროს არ აქვს დასვენების განცდა და თვლის, რომ გამოუძინებელია, მაშინ ეს რა თქმა უნდა ძილის დარღვევაა. რაც შეეხება იმას თუ ჩვენ როგორ ვაბალანსებთ ჩვენ ცხოვრებისეული სტილი, ცხოვრების წესი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს იმას, თუ ქრონიკულად დაღლილობის სინდრომი განმევითარდება თუ არა. თუ მუდმივად ჩემი ორგანიზმი დატვირთულია, მაგალითად, იმით, რომ ღამით ჩემი პროფესია განაპირობებს, მაგალითად, ჩემს ღვიძლს, ხო? მთელი ღამის განმავლობაში უნდა მეღვიძოს, იმიტომ რომ ჩემი პროფესია მოითხოვს ამას, ხო? მაგალითად, ქირურგებს რაც შეეხება ან საზღვარზე ვინც დგას იმ ადამიანებს, ხო? პროფესიულად თუ ეს დიახ, და თუ გადაჭარბებით, ანუ არადოზირებულად მიმართავს ამას, ანუ იმაზე უფრო მეტ ღამეს ათევს, ვიდრე რეალურად შეუძლია ადამიანს. ანუ ძილის და სიფხიზლის ფაზები აქვს დარღვეული. რა თქმა უნდა, აქვს მაღალი რისკი, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი გამოუვლინდება. თუ ამას არადოზირებულად, რა თქმა უნდა, მიმართავს. და აი საუბრის დასაწყისში ვამბობდით, დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ როგორ შეიძლება განვასხვაოთ ჩვეულებრივი დაღლილობისგან. ნუ რაღაც ერთ-ერთი ნიშანი შეიძლება იყოს ის, რომ გარკვეულწილად დასვენების შემდეგ აღხდება მდგომარეობის აღდგენა დაბრუნება, მაგრამ არსებობს კიდევ სხვა განმასხვავებელი ნიშნები, რომლითაც შეიძლება დავასკვათ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი დაღლილობა, ეს არის ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. პირველ რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ კოგნიტური ფუნქციების მუშაობას, რაც გულისხმობს მაგალითად დამახსოვრებას, რამდენად ვიმახსოვრებ, რასაც მეუბნებიან, ან რასაც ვკითხულობ, ან რასაც ვუსმენ. ამ შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ ყურადღების კონცენტრაციას ვახერხებთ თუ არა. ხშირად ადამიანებს მეხსიერების პრობლემები ერევათ ყურადღების კონცენტრაციის პრობლემებში, ვინაიდან თუ ჩვენ ყურადღებას არ მივაქცევთ, ვერ დავიმახსოვრებთ, მაგრამ თუ ყურადღების კონცენტრაცია გვიჭირს, ეს ერთ-ერთი სიმპტომია დაღლილობის, ასე ვთქვათ, გამოვლინების. ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღების კონცენტრაციის, მეხსიერების, აზროვნების საკითხებზე ვიფიქროთ, ხო? თუ ჩვენ ადრე უფრო სწრაფად ვიაზრებდით, სწრაფად ვჭრიდით პრობლემას და ამოცანას, ჩვენს წინაშე მდგარს, მაგრამ ეხლა ამას ვერ ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ნიშანი ესეცა გახლავთ, რომ კოგნიტური ფუნქციების შესუსტდა, ვეღარ ვიმახსოვრებთ, ვეღარ ვაქცევთ ისე ყურადღებას, ჩემი ქცევა თუ ადრე უფრო ენერგიული ვიყავი და ეხლა ნაკლებად ენერგიული ვარ, იმიტომ რომ სამედიცინო ასე მიდგომა აღმოსავლურ მედიცინასაც ასე ვთქვათ ვითვალისწინებს, ხო? ბევრი მიმართავს ამ აღმოსავლურ მედიცინას, რაც გულისხმობს იმას, რომ ენერგია რამდენად ენერგიული ვარ. თუ ჩემი ენერგია
არის, ესე ვთქვათ, ძალიან მისუსტებული, ადრე უფრო ენერგიული ვიყავი, მაგრამ შევამჩნიე, რომ ეხლა ძალიან მცირე რაღაც აქტივობაც იწვევს ჩემს დაღლილობას და მიკვირს კიდეც, რომ ეხლა არ უნდა ვიყო დაღლილი და რატომ რა ხდება. ჩემს ნორმაშია, და ყველაფერი კარგად გვაქვს, მაგრამ ეს ჩემი დაღლილობა გრძელდება. რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მივაქციო. ადრე რაც სერიოზულ ინტერესს იწვევდა ჩემში, ან ინიციატივებს ვიჩენდი მაგალითად და მე ვიყავი სულის ჩამდგმელი რაღაც სიტუაციებში, ასე ვთქვათ, ინიციატორი ვიყავი მეტი. ინიციატივა იყო, მეტი და შემოქმედება იყო, სიხარული რაღაც ემოცია იყო ბევრი. მეტი მხარდაჭერა იმ პროცესების, რომელსაც ჭირდება მუდმივი კონცენტრაცია, შესაბამისად ესეც ეს მანშან იყოს. და რაღაც შეიცვალა. კი. ჩემს ქცევაში, თუმცა სადამდე შეიძლება მივიდეს მდგომარეობა, ანუ როდესაც ვსაუბრობთ ქრონიკული დაღლილობის სინდრომზე და ეს დიაგნოზი შეიძლება ბევრისთვის ცოტა ისეთი მე რა დავისვენებ და გამოვალ მდგომარეობიდან. ამ დროს შეიძლება მდგომარეობა სერიოზულად გართულდეს. სადამდე შეიძლება მივიდეს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, რა არის გართულება ძირითადი, როდესაც არ გვაინტერესებს მდგომარეობა, არ ვითვალისწინებთ ექიმის რჩევებს და ფსიქოლოგის რჩევებს და ვაგრძელებთ ჩვეულებრივ რეჟიმში ცხოვრებას. თქვენ მეთანხმებით იმაში, რომ ნერვული სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია. განაპირობებს ძირითადი. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი გახლავთ ნერვული სისტემის ფუნქციონერულ, ასე ვთქვათ, დარღვევა. შესაბამისად ეჭიროებს ნერვული სისტემა აღდგენას და ნერვული სისტემა, როცა ნერვულ სისტემაზე საუბრობთ, ეს არ არის ერთი დღის, ორი დღის, ასე ვთქვათ, მოსაგვარებელი საკითხი, ანუ ეს არ არის ის მდგომარეობა, რომელიც შეიძლება, რა თქმა უნდა, გამაყუჩებელის მიღებით მოვაგვაროთ, ან კარგად გამოძინებით 1-2 დღე, კარგად გამოვიძინოთ, ან არ ვიმუშაოთ და დავისვენოთ. დავყავდეთ და იქნებ სადოთ ამით გამოვიდა ყველა მდგომარეობა. დიახ. იმიტომ რომ იქ მნიშვნელოვანია ვიტამინები, მიკროელემენტები შესწავლა, ანტიდეპრესანტები შეიძლება გახდეს საჭირო. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საჭიროა სპეციალისტების, ექიმების ჩართვა. მხოლოდ ფსიქოთერაპევტი ვერ დაგვეხმარება, რა თქმა უნდა. სპეციალისტის ჩართვა ასევე გულისხმობს იმას, რომ უნდა მოხდეს მდგომარეობის შეფასება, ანამნეზის საფუძველზე, გარკვეულწილად წინა პრედიაგნოზის შეფასება და ბუნებრივია საჭიროა დიაგნოსტიკა. რას გულისხმობს დღეს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოსტიკა? რა კვლევები არის საჭირო იმისთვის, რომ დადგინდეს მდგომარეობა და დაისვას დიაგნოზი? პირველ რიგში კარგად უნდა მოусმინოთ პაციენტს, როდესაც მოგმართავს. პირველად რატომღაც ნევროლოგთან მიდიან ან თერაპევტთან მიდიან. ეს ხშირია ზოგადად სამედიცინო ზოოლოგიებში. კი ბატონო. შესაძლებელია ნევროლოგმა აღმოაჩინოს, რომ ეს სიმპტომები, რასაც ის ჩამოთვლის, მის, ასე ვთქვათ, კომპეტენციას ცილდება, ასევე თერაპევტმა. შემდეგ შეიძლება აღმოჩნდეს ფსიქიატრთან, ფსიქოლოგთან, ინტერვიუ, ანუ ინტერვიუს სწორად ჩატარება და იმის დადგენა თუ რა ხდებოდა უახლოეს პერიოდში მის ცხოვრებაში. ყველაზე სწორი ინფორმაცია თვითონ პაციენტმა იცის. ამისათვის არსებობს სპეციალური, ასე ვთქვათ, სკრინინგ ტესტები, რომლის გამოყენებაც შეიძლება და იმის გარკვევა და დადგენა გვაქვს ამასთან ადგილი თუ არა. და რა თქმა უნდა, კომპეტენცია თვითონ ეს ექიმის, სპეციალისტის, პროფესიონალის, რომ შეაფასოს მდგომარეობას სწორად და გაუჩნდეს ეჭვი, რომ შესაძლებელი აქ ადგილი ქონდეს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს. აი დიაგნოსტიკის შემდეგ ბუნებრივია შემდეგი ეტაპი არის მკურნალობა. დიახ. დღეს როგორ ხდება ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მკურნალობა? ეს არის მედიკამენტოზური ჩარევა თუ სხვა მიდგომებიც არის აუცილებლად კომპლექსურად გამოსაყენებელი? ანუ როგორ ხდება ბრძოლა და რა დრო ჭირდება აი ამ სინდრომის განთავისუფლებას და განკურნებას? იცით რა, გააჩნია თვითონ ხარისხს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის. თუ ძალიან ღრმად შევედით, მაშინ რა თქმა უნდა მედიკამენტური თერაპია დაგჭირდება და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ფსიქიატრი გჭირდება, რომელიც სწორ, ასე ვთქვათ, მედიკამენტებს შეარჩევს და დაუნიშნავს, მაგრამ შესაძლებელია ეს ფსიქოლოგის ჩართულობითაც, ასე ვთქვათ, გავხადოთ მკურნალობა ეფექტური. თუ მივაგნებთ გამომწვევ მიზეზს,
დავგეგმავთ მაგალითად მკურნალობას სწორად, მკურნალობის გეგმას ვეძახით ფსიქოლოგები, ამას რა თქმა უნდა ფსიქოთერაპევტი თვითონ პაციენტთან ერთად ადგენს ამ მკურნალობის გეგმას, მაგალითად ის რომ სწორი ცხოვრების რეჟიმი, კვება, ვარჯიში, მაგალითად თუ ადამიანი დატვირთულია გონებრივი სამუშაოთი მუდმივად, ჩვენ ტვინს აუცილებლად ჭირდება ფიზიკური აქტივობა. ამიტომ ფიზიკური აქტივობა აუცილებლად უნდა იყოს შემოტანილი, რომ ცალმხრივად არ იყოს ადამიანი დატვირთული. ქრონიკული დაღლილობის სინდრომს ესეც იწვევს. თუ ადამიანი მუდმივად გონებრივი სამუშაოთი არის დაკავებული და გარკვეულ დროს არ უთმობს ფიზიკურ აქტივობას, რა თქმა უნდა, ჩვენს ტვინს ეს ეჭიროება ფიზიკური აქტივობაც, იმიტომ რომ ჩვენი სხეულისთვის მნიშვნელოვანია გაჯანსაღება, დინამიკისთვის, კუნთებისთვის. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომი კუნთების, ასე ვთქვათ, ტკივილია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომი, იმიტომ რომ ადამიანებს აქვთ ტკივილის განცდა, რაც უფრო დაბალი ხარისხისაა ქრონიკული დაღლილობის სინდრომის გამოვლინება, სანამ უფრო გამწვავდება, უფრო ყრუ ტკივილია. შემდეგ ეს ტკივილი უფრო ასე ვთქვათ, მწვავე ხდება. რა თქმა უნდა, იყოს დაბალანსებული იმისათვის, რომ ერთი მდგომარეობას და მეორე მდგომარეობაც იყოს გულწრფელად ჰარმონიულ სიტუაციაში, იმიტომ რომ როდესაც არ არის გონებრივი აქტივობა, ეს გარკვეულწილად ფიზიკურ აქტივობაზეც ახდენს გავლენას, არაპირდაპირად ესეთი ძალით არა როგორც თუნდაც გონებრივ აქტივობაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია ფიზიოლოგიურადაც, ფსიქოლოგიურადაც და ასე შემდეგ. აი, როგორ შეიძლება ეს მდგომარეობა გარკვეულწილად აღმოვაჩინოთ? მართოთ, შეიძლება თუ რაღაც პაციენტი ექიმთან ვიზიტის გარეშე ეს მდგომარეობა მართოს, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი გარკვეულწილად აღმოაჩინოს, ის პირველი ნიშნები დააიდენტიფიციროს და დაიწყოს ამასთან ბრძოლა და ზოგადად რო შევაფასოთ სიტუაცია, შეიძლება თუ არა ამ მდგომარეობის პრევენცია. ანუ ისე ვიცხოვროთ, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოზის გარეშე აღმოჩნდეთ. განსაკუთრებული არაფერი არ გვჭირდება, რომ გავაკეთოთ. უნდა შევასრულოთ ის, რაც ჩვენთვის დამახასიათებელია ბუნებრივად. ამას ჩვენ ვეძახით ბიოლოგიურ რიტმს. ჩემი სხეულისთვის დამახასიათებელი ბიოლოგიური რიტმი უნდა შევინარჩუნო. თქვენ ახსენეთ, როდესაც დავიწყეთ საუბარი, რომ დაჩქარებულ ეპოქაში ვცხოვრობთ, ადამიანები დიდ დროს ატარებენ гаджеტებთან, ძალიან ბევრი ინფორმაცია შემოდის, რომლის გადამუშავებაც უწევს ადამიანს. ანუ ეს გვაფიქრებინებს რას, რომ წლების წინათ, ანუ საუკუნეების წინ ადამიანებს ნაკლები ინფორმაცია ჰქონდათ, უფრო მეტი დრო ჰქონდათ ძილისთვის, ანუ ეს 24 საათი იყო დაბალანსებული. და ეხლა როგორ აგვაქვს დაბალანსებული? ჩვენ ძირითადად, ანუ ძილის პერიოდსაც ვიყენებთ ჩვენი საქმეებისთვის, რომელსაც რა თქმა უნდა დღის განმავლობაში ვერ აუდივართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრია. ამიტომ რაც პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ, ბუნებრივ რიტმს დაუბრუნოთ ჩვენი სხეული, ჩვენი ასე ვთქვათ აქტივობა დღის განმავლობაში, ძილის და სიფხიზლის ასე ვთქვათ ფაზები შევინარჩუნოთ, ხო, როგორც უნდა გქონდეს. ეს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. კვების რეჟიმი, რომელიც ასევე დარღვეული გვაქვს. ადრე როგორი ტრადიცია ჰქონდათ, ოჯახი ერთად იკრიბებოდა, ერთმანეთთან კვების გარდა იყო ბევრი სხვა რამ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად იყო დაცული. ერთმანეთთან კონტაქტი კვების დროს. ანუ ყოველდღიური კვება იყო სხვა სოციალური ფუნქციის მატარებელიც და არა მარტო კვებითი ფუნქციის. რა თქმა უნდა. დღეს უკვე რაღაც სწრაფ ეპოქაში რაღაც გვეჩქარება, არ გვაქვს დროს, სწრაფი კვება, მეტი კალორია, ну ბოლო რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში იმდენად რადიკალურად შეიცვალა ადამიანის კალორიებთან დამოკიდებულება, ის რაც ადრე რთულად მოსაპოვებელი იყო, რასაც ძალიან დიდი დრო ჭირდებოდა, ფიზიკური ენერგია ჭირდებოდა, დღეს ხშირ შემთხვევაში ძალიან მარტივი საშუალებით რაღაც ერთ სნეკი, ეგრეთ წოდებული სნეკებით და რაღაცებით მიიღწევა ძალიან ადვილად. ბუნებრივია, კაცობრიო ადამიანის ისტორია, განვითარების ისტორია არ გულისხმობს და ესე სწრაფ გადასვლას ერთი მდგომარეობა და მეორე მდგომარეობაში, ამაზე ძალიან ბევრი სპეციალისტი საუბრობს. კვების რეჟიმი, ძილის რეჟიმი, ყველა ეს ფაქტორი ამ შემთხვევაში ბუნებრივია, შეიძლება იყოს ამის მიზეზი. კიდევ როგორ შეიძლება დავარეგულოთ ეს მდგომარეობა? მავნეჩვევების შემცირება, ხო? იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანებს გონია, მათ შორის მეც, ხო, იმიტომ რომ ყავა ძალიან მიყვარს. ახლა ბათუმში არ არის გასაკვირი, უმრავლესობას გვიყვარს ყავა. და უნდა დავაკვირდეთ რას, ანუ ყავას ჩვენ, ანუ ყავის მიღებით ტვინს ვატყუებთ. ღებულობ ძალიან დიდი დოზებით.
და გონია რომ აი ახლა მყავის დალევით ჩემი ენერგია აიწევს, ამიტომ ახლა აი ამ ბევრ სამუშაოს მოვრჩები და მე ანუ ამოვისუნთქავ და მე ეს დაღლილობის სინდრომი ორმაგდება და ტოლერანტობაც იზრდება ამ ნივთიერების მიღების მიმართ. მე ყველაზე მსუბუქი ვახსენე ესე ვთქვათ, ხო? ყავა რომელიც ესე ჩვეულებრივად მიჩნეული გვაქვს თითქოს, მაგრამ ნიკოტინი და თამბაქო, რომელიც ცალკე სიმულაცია არის კიდევ ენერგიის ადრენალინის მომატება, ხო? ეს კორტიზოლი, რომელზეც მუდმივად ვზივართ. და შესაბამისად, ანუ ეს შფოთვაც მომატებული გვაქვს, პანიკური შეტევებიც მომატებული გვაქვს. ეხლა ძალიან ისეთი ჩვეულ მდგომარეობად იქცა თითქოს საცობები, გვაგვიანდება. ამ დროს ადრენალინი იწევს, იმიტომ რომ სამსახურში გვაგვიანდება ან ბავშვთან მივდივართ ბაღიდან და გამოვიყვანოთ თუ სკოლიდან და შესაბამისად ეს დაძაბულობა მუდმივად მომატებული გვაქვს. ფსიქიკური გადაღლაც თავისთავად აღარ არის გასაკვირი, იმიტომ რომ გადავიღალე ფსიქიკურად. ნაკლები, ძილი, სეზონების ცვალებადობას ბუნებრივია, ესეც გარკვეულწილად ამინდის და ხელოვნურად, რაც ჩვენს ირგვლივ არის. და რას ვაკეთებთ ამ დროს? ხელოვნურ ინტელექტს მივმართავთ. ვეკითხებით, როგორ მოვიქცე? ეხლა რა გავაკეთო? ასეთ მდგომარეობა შეიცვალა ჩემი, შესამჩნევია, დამაფიქრებელია და ამ შემთხვევაში მივმართავ ხელოვნურ ინტელექტს იქნებ როგორმე რაღაც მირჩიოს და დამეხმაროს, ხო? ანუ ხელოვნურ ინტელექტს კიდევ აქვს ხშირად მიმართავენ ხოლმე. კი, მაგრამ ნუ ეს ცივილიზაციის თამდევი პროცესია, როდესაც რაღაც ტექნოლოგიურად ვითარდება, ეს ჩვეულებრივად ის რაც ადრე ხშირ შემთხვევაში თითქოს ექსკლუზიური იყო გარკვეული ადამიანების ჯგუფთან, იმ ტექნოლოგიურად განვითარებულ ადამიანების ჯგუფთან იყო დაკავშირებული. დღეს უკვე საყოველთაო გახდა, ძალიან ბევრი იყენებს, მაგრამ შეიძლება სასარგებელი აქვს ამას, მაგრამ ამის მიღება შეიძლება იმალებოდეს არასწორი პასუხები, მდგომარეობის ზედაპირული შეფასება და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ ვერ გავიქცევ. თავარია რომ სწორი რეკომენდაცია მივეცით, ვიცით რა არის არქოლოზეთ ამის მიზეზი და ვიცით რა თქმა უნდა ის მიზეზი ის რეცეპტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას ეს მდგომარეობა თავიდან ავიცილოთ და ამ რეჟიმების მოწესრიგება არა მარტო დაღლილობის სინდრომის პრევენციის საწინდარი, არამედ ძალიან ბევრი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მდგომარეობის საწინდარია, იმიტომ რომ ძილი ამ შემთხვევაში დაკავშირებულია არა მარტო დაღლილობასთან, არამედ კვება, ძილი, წონასთან, წონა დაკავშირებული და ეს ჯაჭვური რეაქცია, რომელსაც მივყავართ არა მარტო ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესებისკენ, არამედ ფიზიკური მდგომარეობის გაუსარესებისკენ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გათვალისწინება. დიდი მადლობა. ძალიან სერიოზული დაავადებაა, ირაკლი, მინდა ვთქვა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, იმიტომ რომ ხშირად ისე არ ჟღერს, მაგრამ არის უფრო მეტი საგანგაშო მდგომარეობა. რის მიმართაც გვაქვს მოწყვლადობა, იმის მიმართ არის მატრიგერებელი. ამიტომ აი ეს ტრიგერი რომ არ იყოს, რა თქმა უნდა, იმის მიმართ, რის მიმართაც გვაქვს მოწყვლადობა, საჭიროა ვიყოთ ყურადღებით. სიმსივნის მიმართ, კუჭის დაავადებების რომელიც უკვე მიესწრებს ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა, კეთი. ჩვენი გადაცემის თემა დიდია, მაგრამ გადაცემის განკუთვნილ დრო ამ შემთხვევაში ამოგვეწორა, მაგრამ ბუნებრივია ამ თემას ესე ყურადღებით ავდოთ, მომდევნო გადაცემებსაც მიუძღოთ ამას და კიდევ მასთან დაკავშირებულ მდგომარეობას. წარმატებებს გისურვებთ, მაყურებელს კი შევახსენებ, რომ იმპულსის კითხავს ფსიქოლოგი ბესეოს პროფესორი კეთი ბერიძე პასუხობდა, ამით კი ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვდა. მომავალში ხვედრამდე.